ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. ეს როგორც ასეთი კომპანიის პოზიცია ჩვენ უკვე ჩამოვაყალიბეთ დღეს და გამოვეცით შესაბამისი პრეს-რელიზი. ანუ ვფიქრობ, რომ დაინტერესებული საზოგადოება გაეცნო კიდევაც ამ ტექსტის შინაარსს. ჩვენ რა გვინდოდა ამ შემთხვევაში ამ განცხადებით დაგვაფიქსირებინა. პირველი ის, რომ მოდით დავიწყოთ თავიდან. რეალურად ძალიან უცნაური პოზიცია შეიქმნა სასტუმროს გარშემო. ანუ შეიქმნა გარკვეული ალბათ ვფიქრობ, რომ არასწორი საბეჭდილებები და წარმოდგენები სასტუმროსთან დაკავშირებით. პირველივე დღიდან ჩვენ მივიღეთ ძალიან ნეგატიური პოზიციები, როგორც თქო, საზოგადოების მხრიდან, ასევე ეს იყო ძალიან მასშტაბური შემოტევა თქო სასტუმროს კიბერშემოტევა, ასე დავხსნათ, სასტუმროს საიტზე, Google-ზე მოხდა ძალიან ბევრი არაქართველი ამ შემთხვევაში მომხმარებლის მხრიდან დაწევა ამ ჩვენი რეიტინგისა, რაც ჩვენთვის ამ შემთხვევაში იმიჯისთვისაც შემლახველი იყო. ეხლა გეტყვით რატო? ორივე მხარემ ამ შემთხვევაში დავარქოთ, ორივე მხარემ მიიჩნია, რომ სასტუმროს პოზიცია იყო მიკერძოებული რომელიმე ერთი ან მეორე მხარის მიმართ. ამან გამოიწვია სწორედ ის გარემოება, რომ ჩვენ ვეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა ის პოზიცია, რაც სასტუმროს ჰქონდა და აი აგვესახა ეს ამ შემთხვევაში პრეს-რელიზში. ანუ ფაქტი რაც მოხდა ყველასთვის ცნობილია და გვინდა გვიჩვენებინა ჩვენი როგორც სასტუმროს როლი ამ შემთხვევაში გაიყო. მე მირჩევნია კითხვებს გავცეთ თქვენსას. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია. ბატონ სერგი, პირველ რიგში მე მოვისმინე თქვენი განცხადება, თქვენ საუბრობთ, რომ უსურვებთ გამოჯანმრთელებას დაზარალებულ პირებს. პირველ რიგში მე მაინტერესებს, დიახ, პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი პოზიცია იმ ბიჭის მიმართ, რომელიც არის ახლა დაკავებული. როგორი არის თქვენი პოზიცია? ის უნდა იყოს თუ არა დაკავებული? თქვენ თანამშრომლობთ თუ არა პოლიციასთან და აკეთებთ თუ არა თქვენი პრეროგატივის ფარგლებში ცხადია, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს, რომ ის დაუყოვნებლივ თუ არა ხვალვე გათავისუფლდეს და ამაში თუ იღებთ თქვენ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს ძალიან სენსიტიური თემაა, ჩვენ არ ვსაუბრობთ უბრალოდ მორიგ კონფლიქტზე, ხო? და თან მოდი სამართლებრივადაც რო შევხედოთ, ესენი იყვნენ ადამიანები, ვინც იხდიდა ქორწილს თქვენს სასტუმროში და სავარაუდოდ არ იყვნენ იქ მისულები იმისთვის, რომ ვიღაცას მათთვის წყალი დაესხა, ხო? კი ბატონო. ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თვითონ კომპანიის პოზიცია კიდევ ერთხელ განმეორდები, გადმოცემული არის პრეს-რელიზით. მეორე პრეს-რელიზით ამ შემთხვევაში ვეცადეთ, რომ დაგვეზუსტებინა ყველა ის დეტალი და ბუნდოვანება, რომელიც არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებით. სასტუმრომ რა გააკეთა? სასტუმრომ პირველ რიგში ეცადა, რომ ეს კონფლიქტი ამ შემთხვევაში გამქრალიყო, როგორც ასეთი, ანუ აღარ გაგრძელებულიყო იმად, რაც ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს. ყველაფერი გაკეთდა ამ შემთხვევაში სასტუმროს მხრიდან, იმიტომ რომ წუთობრივად ჩავყავთ, ანუ ჩაშლა რატო გავაკეთეთ ჩვენ ამ შემთხვევაში ამ ფაქტების. რომ პირველი იყო რა დამოკიდებულება, მე ისევ სასტუმროს პროცესში ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ სასტუმრომ არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და ამის დაქარწყლებას ვცდილობთ და არა თავის მართლებას ამ შემთხვევაში ამის ახსნას ვცდილობთ ჩვენ ამ შემთხვევაში, რომ როგორც კი პირველი ფაქტი დაფიქსირდა კონფლიქტისა და ეს კონფლიქტი ყველასთვის კარგად ცნობილია და მოხსნება როდესაც საუბარი, ეს არის ფაქტი როგორც ასეთი, თუმცა ჩვენ შორს ვართ იმისაც რომ ვამტკიცოთ რაღაცა ფაქტობრივად, მტკიცებით ფორმაში ჩამოვაყალიბოთ, ამას ბუნებრივია გამოძიება და დაადასტურებს, რომელთანაც ასევე თანამშრომლობთ კიდევაც. ბუნებრივია, იმიტომ რომ სასწავლო გამოძიებას გადავიცით ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მათ მოითხოვეს. ჩვენი თანამშრომლები ამ შემთხვევაში იყვნენ უკვე დაკითხვაზე და მათ მისცეს შესაბამისი ჩვენებები. აქ რა მდგომარეობს არსი, ანუ მოდით პირველად დავიწყოთ რითი. ძალიან დიდი აგრესია გამოიწვია იმან, რომ რატო შეიძლება ყოფილიყო ერთ სასტუმროში ქორწილის და სხვა დამსწრეების განთავსებულიყო. პრეს-რელიზში ასევე გვაქვს მითითებული, რომ ეს იყო მცირე მოცულობით იგი ქორწილი, ანუ დაახლოებით მესამედი დაიკავა სასტუმროს განთავსებისა და რა ვიცი, არავის გასაყოფებელი არ უნდა იყოს ის შემთხვევა, რომ შეიძლება სასტუმროში ქორწილიც იყოს და ამ შემთხვევაში სხვა სტუმრების არსებობა. ყველა სასტუმარი გაფრთხილებული იყო იმის შესახებ და მათ იცოდნენ ის ფაქტი, რომ სასტუმროში იყოს ქორწილი და მათ შორის აი ამ რუსეთის მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ იყო ქორწილი. ყველასთვის ეს ფაქტი იყო ცნობილი გასაგებია. როცა მოხდა ეს პირველი კონფლიქტი, მოდი ასე დავარქვა, შტოში ან შელაპარაკება,
სასტუმრო ხა ხო წარმოუდგენა გაქვთ თქვენ რომ უსაფრთხოების სამსახური მაგიდასთან გულით არ ეჭდება ამ შემთხვევაში მეხორციელებს ხო ანუ ის ცდილობს რომ პერიმეტრი გააკონტროლოს უყუროს ამას ვიდეო კამერაში და ასე შემდეგ როგორც კი ეს ფაქტი გახდა ცნობილი დაახლოებით 4 წუთი დაჭირდა იმისათვის რომ ფაქტს გულისხმობთ რომ დაასხეს წყალი და რაღაცა შეძახილები აივნიდან ხო ამას გულისხმობთ სულთეს რომ რაღაცა სითხე დაიღვარა გადმოესხა სხვათა შორის ფორმულას წარმომადგენლები იყვნენ დღეს მოსული და ჩვენ ვაჩვენეთ ის აივანი საიდაც იყვნენ ამ შემთხვევაში სტუმრები განთავსებულები და ის სადაც ამ შემთხვევაში იყო ეს DJ-ის აპარატურა განთავსებული. ანუ სავარაუდოდ მოხდა რაღაც გარკვეული სითხის გადმოღრა. კიდევ ერთხელ ვიძახი, მე არ მინდა რომ ამტკიცო რაღაცა მტკიცებით ფორმაში და ამას ალბათ ამ შემთხვევაში თლიან სურათს albათ ამ შემთხვევაში გამოძიება დაადგენს. ამან გამოიწვია პირველი შელაპარაკება. კი ბატონო. ანუ პირველი შელაპარაკება გამოიწვია რომ რაღაცა სითხე დაიღვარა აპარატურიდან სასტუმროს ნომრის აივნიდან. სავარაუდოდ. და კიდევ ნახეთ ჩვენ ვიდეო პროვოცირებასაც ცდილობდნენ ნახეთ ეს ვიდეო კი პროვოცირებაც ამ შემთხვევაში სავარაუდოდ უკვე ამას პროცესს ჩვენ მეხორციელებთან ქონდა კომუნიკაცია მე არ ამ შემთხვევაში ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს იყო სწორედ ეს ფაქტი ჩვენ გაიგეთ ამის შესახებ და თქვენ რა ქენით მე ბატონ სერგი მე ეს ყველაფერი გავიგე გუშინ დღეს მეორე ნახევარში არა გულისხმობ მენეჯმენტმა კომპანიამ რა გაკეთა დიახ ამ შემთხვევაში მაგ გავმიჯნე ამ შემთხვევაში კომპანიის მენეჯმენტის პოზიცია რა იყო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საინტერესო პერსონა ავიდა კონკრეტულ ნომერში ყოველთვის ხალბატონებთან ამ შემთხვევაში ვინც იყვნენ ამ ნომერში განთავსებულები დაახლოებით ჩვენ რაც ვნახეთ დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ ამ შემთხვევაში ამ ხალხთან მოლაპარაკებას ნომერშიც იყვნენ შესულები მე ეს საუბარი გაგრძელდა ფოიეში ანუ დერეფანში და ამ საუბრის შემდეგ ჩამოდიან უკვე ჩვენი კომპანიის თანამშრომლები უკვე აცნობენ ამ შემთხვევაში აძლევენ ინფორმაციას მეხორციელებსაც რომ კომპანია მიიღო გადაწყვეტილება რადგან ეს კონფლიქტური სიტუაცია იყო ხა ნახეთ წარმოგიდგენთ ნებისმიერ შემთხვევაში რა უნდა გააკეთებინა უსაფრთხოების სამსახურს ხო პირველი გარკვეული იყო სიტუაციაში მე ამ სიტუაციის გარკვევის შემდეგ ეცადა რომ ეს კონფლიქტი ამ შემთხვევაში დაცხრომილიყო და თუ თქვა და არაფერი შედეგი არ იქნებოდა მიღწეული მაშინ უკვე ბუნებრივად დაერეკა შესაბამის სამსახურებში. ესე იგი, ბოდის კითხით შეგაწყვეტინებთ, ესე იგი, როგორც ხვდები, ადიან თანამშრომლები, სანამ ავიდოდა მეხორციელ ეს ბიჭი, სანამ ავიდოდა, ავიდა თანამშრომელი და ელაპარაკა ამ და რას ეუბნება მათ აი ეს დიალოგი რომ მოგვიყვეთ, რა დიალოგი მე არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი შინაარსი ამ შემთხვევაში და აქ რა იყო შინაარსია ცხადია მთავარი. ცდილობდა კომპანიისა იყო ის რომ ამ შემთხვევაში კონკრეტული ეს ქალბატონები, ეს 4 გოგონა, 4 ქალბატონი ამ შემთხვევაში 4 სტუმარი გადაიყვანათ სხვა ნომერში ამ შემთხვევაში რომ ვიზუალურად კონტაქტი მხარეებს შორის გამქრალიყო. ანუ აქ საუბარი იყო რომ მეორე ნაწილში სასტუმრო არ არის მოცულობით ძალიან დიდი არ არის ამ შემთხვევაში მეორე მხარეს გადაიყვანათ სტუმრები. ან მეორე ვარიანტი განიხილებოდა რომ ამ შემთხვევაში გაიყვანათ სასტუმროები. ეს ამის აი ეს 6 წუთი დაახლოებით ამას დასჭირდა რომ ეს კომუნიკაცია დამყარებული იყო მხარესთან ასევე რადგანაც თქვენ სასტუმროში ცნობილი იყო რომ ამ გოგონებს ამსახურებოდა გამყოლი გიდი ასევე დაკავშირება მოხდა გამყოლ გიდთან რომ ამ შემთხვევაში ის მოსულიყო ტერიტორიაზე და დაგვხმარებოდა სიტუაციაში გარკვევაში შემდეგ ჩვენები ჩამოდიან თანამშრომლები ჩამოდიან და უკვე კომუნიკაციას ამყარებენ უკაცრავად მეხორციელებთან კი ბატონო ამავდროულად უკვე დესკზე ვნახეთ ჩვენ მოძრაობა რომ დესკზე ცდილობენ ჩვენები რომ შეარჩიოთ რომ სასტუმრო დატვირთულე ნახეთ 1/3 დაახლოებით 1/3 დატვირთულობისა იყო სასტუმრო მეხორციელების დანარჩენი იყო შემთხვევაში თითქოს თლიანად იყო ათვისებული სასტუმროს ნომრები ამიტომ დესკზე ხა ჩვენები ცდილობდნენ იმას რომ მოიძიათ კონკრეტულ თავისუფალ ნომერს მას ბევრი არ ჭირდებოდა ასევე იმისათვის ცდილობდნენ იმას რომ სხვა სასტუმროსთან დაკავშირებოდნენ და ეს სტუმრები გაერიდებინათ ამ სიტუაციას დაახლოებით 5-6 წუთი დაჭირდა ამ ყველაფერს 7 წუთი თუ არ ვწდები და მე კიდე შემოდის ინფორმაცია რომ ესკალაცია გრძელდება ამ შემთხვევაში მხარეებს შორის და უკვე ჩვენები 20 საათს და 39 წუთია თუ არ ვწდები უკავშირდებიან ამ შემთხვევაში რეკავენ 112-ში და აფიქსირებიან რომ თავიანთი ზალები არ აღარ ყოფნით იმისათვის რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და უკვე სასტუმროს მენეჯმენტი რეკავს 112-ში უკაცრავად კონკრეტულ უშეშროების უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ერთი თანამშრომელი რეკავს ჩვენ ესეც ვნახეთ დღეს ზარი სკრინშოტით რაც ვნახე განხორციელებულია 20 საათს და 39 წუთი თუ არ ვწდები აი ამ სიტუაციაში მე მიუხედავად ყველაფრისა მიუხედავად ამ ჩვენ ცდილობებისა მოხდა ისაც მოხდა მე აღარ გავგრძელებ თემას იმით რაც მოხდა
ჩვენი პოზიცია დღეს რატომაც გქონდა საუბარი რატომაც გქონდა შეხვედრა ამ შემთხვევაში მე რატომაც გქონდა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან და მენეჯმენტთან იყო ის რომ კომპანიას გარკვეული პოზიცია შეეჯერებინა ძალიან მწარედ გამცით მდგომარეობასაც მოხდა აქ ლაპარაკი არ არის იმაზე რომ ფაქტია რომ ამ შემთხვევაში დაზარალებული ყველა მხარეა წარედ ჩემი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში ამ სიტუაციასთან დაკავშირებით უკიდურესად ძალიან რთულია და მე აბსოლუტურად მესმის მეკორწინების პოზიციას და ეს შეუძლებელი ამ შემთხვევაში ადამიანს არ გაიზიარო ეს პოზიცია რაც არსებობს პირაუდად ჩემი პირველი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში ესეთი არის და ამიტომაც იყო რომ ჩვენ ჩანაწერი როდესაც გაკეთდა პრეს-რელიზი გავაკეთეთ რომ კომპანია იზიარებს იმ პასუხისმგებლობას მორალურ პასუხისმგებლობაზე აქვს საუბარი თუ სამართლებრივად ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ და ამ შემთხვევაში ვაჩვენებთ კიდევაც ამ პრეს-რელიზთან ჩაშლით ამ წუთობრივ ჩაშლით რომ კომპანიამ ეცადა ყველაფერი რათა ეს სიტუაცია განმოხდა მაგრამ თქვენ ხო გააზრებული გაქვთ ბატონ სერგი რომ ეს იყო პროვოკაცია თქვენ რასაც მიყვებით ბატონ სერგი კიდევ უფრო მიმყარებს მაგას რომ ეს იყო პროვოკაცია ანუ ეს კიდე ახალი დამატებითი დეტალებია რა და თქვენ თურმე თქვენი მენეჯმენტი ასულა ამ ქალებთან უთქვამს შეუთავაზებია ნომრის ცვლილება და მიუხედავად ამისა ისინი აგრძელებდნენ აი ამ აგრესიულ ქმედებას მოდით მე სამართლებრივ კიდევ უფრო მეტყველებს იმაზე რომ მათ არ აკმაყოფილებდათ მათ ნომრის შეცვლა კი არ უნდათ სინამდვილეში მათ უნდათ პროვოკაცია კონტაქტი მეკორწილეებთან ეს ჩანს თქვენი მონაყოლიდან ნახეთ ჩემ მონაყოლიდან რა ჩანს ჩემ მონაყოლიდან ჩანს ის რაც ჩვენ პრესულში ავსახთ ანუ რეალურად სიტუაცია იყო დაძაბული ორივე მხრიდან მე არ დავიწყებ ამ ერთი მხარეს ან მეორე მხარეს ვინ რამდენი თქვა და როგორ თქვა სიტუაცია იყო ამ შემთხვევაში ის რაც იყო და საკომპანიის თანამშრომლები ცდილობდნენ ამ სიტუაციაში ამ სიტუაციის განმოხილვას ბატონ სერგი თქვენ ალბათ უთხარით სამართალდამცველებს რომ მიუხედავად იმისა რომ შეთავაზება იყო ნომრის შეცვლის ეს ქალები აგრძელებდნენ კონტაქტი ბრჭყალებში აგრძელებდნენ აგრესიას მეკორწილეების წინააღმდეგ პრაქტიკულად. მე კიდევ ერთხელ ვცდილობ რომ ვიყო ამ შემთხვევაში ობიექტურად შევაფასო კონკრეტული გარემო. კი ბატონო, მაგრამ ეს ხო ფაქტობრივი მოცემულობა რასაც მე ვსაუბრობ. არ მაქვს ამ შემთხვევაში არც უფლებამოსილება და არც ის პრეროგატივა რომ რაღაცა ფორმით კონკრეტულ მოქმედებას კონკრეტული ამ წუთას სამართლებრივ შეფასება მივცემ. ეს არის გამოძიების მე დასაქმება. მე არ გეუბნებით სამართლებრივ შეფასებას. მოდით სამართლებრივ შეფასება არ მივცეთ. ერთი რამ ფაქტია, რომ თქვენ, კი ბატონო, ერთი რამ ფაქტია, რომ სასტუმროს თავაზობდა მათ ნომრის შეცვლას. ხო ამიტომ ახვედით. და მათ ამის შემდეგ მათ გააგრძელეს ისევ კომუნიკაცია, მოდი დავარქვათ ასე. კომუნიკაცია გააგრძელეს ისევ იმ ფორმით, რა ფორმითაც ვიხილეთ ჩვენ ვიდეოში. ხო, მასეა. კი. მესმის თქვენ პოზიცია კიდევ ერთხელ კომუნიკაცია ჩვენ გქონდა ამ შემთხვევაში ჩვენ კომპანიის წარმომადგენლებს გქონდათ ორივე მხარესთან და ორივე მხარეს ფოთაშორის ამ შემთხვევაში მეორე მხარესაც უკვე ეცნობა რომ ჩვენ საბადრო პოლიციას გამოძახებას ვაპირებით 29 წუთზე. გამოძახება მოხდა. ანუ სასტუმროს პოზიცია იყო ესეთი. კიდევ ერთხელ ავსახავსით, ვეცდები რომ ეს პოზიცია წარმოაჩინო ამ ფორმით. როდესაც კონფლიქტია, ჩვენ არ შევდივართ თითოეული კონფლიქტის განხილვაში ამ ფორმით. ვცდილობთ რომ ეს კონფლიქტი გავანეიტრალოთ. ძალიან მარტივია, ხო, ამას ნებისმიერი კომპანია ამას ეცდება. ამ განეიტრალების პროცესში მოხდა ეს სამწუხარო ფაქტი. კიდევ ერთხელ ვძახილ, ჩვენი კომპანია ამ შემთხვევაში მე ვერ დავადებ ხალხს ერთთან მეორე მხარეს, მე ვიცი ის ფაქტები რაც არსებობს და ის ფაქტები რომელიც მიგვაწოდეთ გამოძიებას და გამოძიება ამ შემთხვევაში იმედი მაქვს კიდევ ერთხელ განმეორდები რომ რაღაც გარკვეულ ერთიან სურათს შექმნის და წარმოაჩენს რა როგორ მოხდა. ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში არის რომ ჩვენ გვინდა რომ ეს მორალური პასუხისმგებლობა ჩვენ განვიცდით ამ პოზიციას ამ გარემოებასაც მოხდა და მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს ვეცადეთ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არის რომ ეს კონფლიქტი გაგონეიტრალებინა და აგვერდებინა თავი ამ შემთხვევაში ის იმ შედეგზე არ მესულიყავით როგორც მოვიდა. მე უფრო მეც გეტყვით ახლა ამ ეტაპზე, როცა თქვენ მიგეკითხებათ ამ შემთხვევაში მოკორწილეებთან მიმართებაში რა პოზიცია გაქვთ, ჩვენი კომპანიის მენეჯმენტის პოზიცია ახალ-ახალს გამიზიარეს, თუმცა მე არ მაქვს უფლებამოსილება რომ თლიანი პოზიცია გითხრათ კომპანიისა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ცდილობენ ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები, როგორც ვთქვი, მენეჯმენტი ცდილობს დაუკავშირდეს ამ შემთხვევაში მეკორწილეების მხარეს და ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად მოვახდინოთ იმ მორალური პასუხისმგებლობის ტვირთვა, იმიტომ რომ კომპანია ჩვენი ეს არის. კიდევ ერთხელ ვძახი, ნახეთ,
ძალიან უცნაურია რაც მოხდა ამ კომპანიის გარშემო. ანუ მივიღეთ ძალიან ბევრი უარყოფითი დამოკიდებულება თან ორივე მხრიდან ამ შემთხვევაში, ანუ სტუმრების მხრიდან იყო რომ ჩვენ გავეცით კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ პერსონალური მონაცემი გავეცით ამ შემთხვევაში და უთხარით რომ ნომერში იყო განსახილველი კომპანიის რომელ ნომერში იყვნენ, რა ვიცი, პრობლემა იყო პატარა სასტუმროში, აივანზე მარტივია მიხვიდა. ჩასტოკო ძალიან მარტივია რომ ამ შემთხვევაში გასახო და ახუდი აქ ამან გამოიწვია ის რომ მარტივად გეუბნებით ახლა ამ შემთხვევაში ეს არის მეორე ხარისხოვანი იმ ზოგადი პრობლემისა რაც არსებობს, მაგრამ მეორე სიტუაციამდე ახსნა. ბუნებრივია მეორე კი არა მეათე ხარისხოვანია. მე და აღწერო სიტუაცია რა მდგომარეობაში აღმოჩნდა მე კომპანია. pero კომპანიას ამ შემთხვევაში არაფერი არ გავკეთებია იმისათვის რომ მიიღო ეს შედეგი რომელიც მიიღო. პირველი ეს არის საკმაოდ დიდი აგრესია რომ თურმე ჩვენ მე აღარ გამეორდები აღარ გამეორებ იმას რა შედეგიც მივიღეთ ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან მივიღეთ რომ ძალიან დიდი შემოსავა იყო ამ შემთხვევაში უცხოელი ტურისტებისა მოდი ეს დავარქვათ რომლებმაც მაქსიმალურად ეს ხოთა გამოცდილი ფორმაა როგორც მოგეხსენებათ რამოდენიმე სხვა სასტუმროსაც და რესტორანსაც იგივე გაუკეთეს და მაქსიმალურად მოხდა ამ შეფასებების აწევა. ანუ რეალურად ჩვენ ვეცადეთ რომ ჩვენი საქმე გავაკეთებინა კარგად. სამწუხაროდ არ მოხდა ისე როგორც ყველას გვინდოდა. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ჩვენი კომპანიის პოზიცია არის ვინაიდან ჩვენ ვიტვირთეთ ეს მორალური პასუხისმგებლობა რომელიც გაგვაჩნია და ძალიან კარგად უესმის რას ნიშნავს ჩაშლილი ქორწილი მოდი ეს დავარქვათ. რეალურად ეს ესია. და იმიტომ კომპანიის მენეჯმენტს აქვს მიღებული გადაწყვეტილება და ეს შეთავაზება მე არ შემიძლია დღეს გავაჟღერო და ამ წუთას, რომ პირველ რიგში გვინდა რომ გავაჟღეროთ ამ შემთხვევაში მხარესთან. ანუ რაღაც ტიპის შეთავაზება გაქვთ, რასაც ახლა ვერ აღხერებთ მორალურ პასუხისგებლობას, როგორ გამოხატავთ, ამას ვერ გვეუბნებით, ამის თქმა გინდათ. იმიტომ რომ ეს შეთავაზება ჩვენ ჯერ არ გაგვიხორციელებია, თქო, ვერ მოხერხდა დაკავშირება მეორე მხარესთან ამ შემთხვევაში მეკროწილი ოჯახთან. რომ გვინდა რომ მათ ეს თვირთი მეტნაკლებად შევამსუბუქოთ. რაც ნიშნავს იმას, რომ მე მიხარია ამას რო ამბობ, პირდაპირ გეტყვით, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ იაზრებთ კარგად, რას ნიშნავს ჩაშლილი ქორწილი. ამ კომპანიის ყოველდღიურ რეჟიმში მე არა ვარ ჩართული და ნუ ვერ ვიქნები, ხო ბუნებრივია ეს არის სასტუმრო ცალკე ბიზნესია, რომელიც ბუნებრივია ხო ამ შემთხვევაში, მაგრამ დამერწმუნეთ, რა შეხებაც მე ამ კომპანიასთან მაქვს, ეს არის აბსოლუტურად ბიზნეს ეთიკას დაფუძნებული კომპანია, რომელიც თავის პასუხისმგებლობას გრძნობს და არ გაურბის. და ყველაფერი ის, რაც იყო ჭორები, რაც იყო ცუდი ინფორმაცია, რაღაც აბსურდული მარაზმი პირდაპირ მნიშვნელობით, რაც ამ კომპანიას დააბრალებს და ამერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი გაიკვირვა, ეს არ არის. მე მგონი უნდა უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ აი მაგალითად მე აქამდე არ ვიცოდი, რომ თქვენ 112-ში დარეკეთ, ჩვენ არ ვიცოდით, რომ თქვენ ამ ქალებთან იყავით პირველი მესიჯი რომელიც გაიცა პირველი ინფორმაცია რომელიც წარმოიდგინეთ მოხდა ეს ყველაფერი შაბათს ღამე პირობითად კვირას უკვე კომპანია იძულებული იყო ამ შემთხვევაში პირველადი ინფორმაცია გაეცა. მე შესაბამისად ამან გამოიწვია ჩვენთვის იმიტომ რომ ნახეთ როგორი სიტუაცია იყო იქ ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმ შეტყობინებაში ერთ-ერთ მესიჯს რაც კომპანია ეძახის რომ თუ კი სხვა ინფორმაციას გავუსწრებთ ჩვენ შესახებ ამიტომ ჩვენ ვერთად სამართალ დავცავ ორგანოებს. აქ აქცენტი რადგან საზოგადოებამ ჩემი პირადი დამოკიდებულება მიიღო იმაზე რომ თურმე ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით რომ იც რა არის რაღაცა რასაც გვაბრალებთ ისე არის. აქ რეალობა რაში მდგომარეობდა. პირველი ის იყო რომ წამოვიდა ძალიან ბევრი ფეიქ ინფორმაცია იმის შესახებ თუმცა კომპანიამ გასცა პერსონალური მონაცემები მიუქცია ეს ამ შემთხვევაში მეკორწილები ამ ოჯახს ამ ნომერს ასე ვთქვათ და ამან გამოიწვია რომ თვითონ კომპანიას მიაყენეს ზიანი იმიტომ რომ წავიდა კომპანიაზე კიბერშეტევა წავიდა ძალიან ცუდი შეფასებების დაწერა და ასე შემდეგ. ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული რაც არაერთგვაროვნად იყო გაგებული თვითონ საზოგადოების მხრიდანაც ამან გამოიწვია ეს რომ ჩვენ მოგვიწია კიდევ ერთხელ ვიძახი ყველანაირი გამოცდილება რაღაცა ყველანაირი ამ გამოწვევა რაღაც გამოცდილებას გაძლევს. მე სხვათა შორის ეს პრეტენზიები არ მომისმენია თქვენი მისამართით და ერთს ვიტყვი რომ არ მომისმენია გულწრფელად გეტყვით კონფიდენციალურ ინფორმაციას რაც შეეხება ეს მართლა მეასე ხარისხოვანი მგონი ალბათ ეს რუსეთის მოქალაქეებს აწუხებთ და ალბათ ფიქრობ მეასე ხარისხოვანია პატარა სასტუმროში კი ბატონო პატარა სასტუმროში წყალს რო ასხამ მეორე სართულიდან სტუმარს უმარტივესია რომ მიხვდეს სადება მესამე სართულიდან. კი ბატონო, უმარტივესია რომ მიხვდე სად იმყოფება სტუმარი. მე ვფიქრობ რომ აქ მნიშვნელოვანია რომ თქვენ რადგან მორალურ ასე ვთქვათ პასუხისგებლობას იღებთ მეკორწილეების წინაშე ნიშნავთ რომ უფრო მეტად იაზრებთ რას ნიშნავს ჩაშლილი ქორწილი ვიდრე ის რაც მოხდა იმ ნომერში და ეს არის ვეჭიდები ამ ვერსიას და მახარებს. მანერად შეუძლებელი იქნება მე უბრალოდ არ შემიძლია გავაჟღერო ის შეთავაზების ის კონკრეტული ფარგლები რაც კი ბატონო. აქ ლაპარაკია იმაზე რომ კომპანია სურს რეალურად
ნებისმიერ ფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ნებისმიერ კომპანიას ეს არ არის რაღაც გამონაკლისი არის, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ კომპანიასთან მე რა ტიპის კომუნიკაციაც მაქვს. ეს არის აბსოლუტურად ბიზნეს ეთიკას დაფუძნებული კომპანია, რომელმაც იცის რა როგორ არის. მადლობა. მე ვცდილობდა, რომ თავისი მოქმედებები განეხორციელებინა იმ სტანდარტებით, რომელიც არსებობს და რადგანაც ვერ მოხერხდა ამ სტანდარტების დაცვა, რადგანაც მოხდა ის, რაც მოხდა, რომელიც ძალიან სამწუხარო ფაქტია, კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვენ კომპანიას სწორედ ეს პოზიცია აქვს, რომ ამ შემთხვევაში ამ მორალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოიქცეს ისე, როგორც თulis რომ უნდა მოიქცეს. მადლობა და ვარაუდობ, რომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გიორგი მალე დატოვოს საპატიმრო. ყოველ შემთხვევაში ამის თქმის საფუძველს მაძლევს თქვენი ნათქვამი და მადლობა თქვენ რომ გვერთვებოდით, მადლობა რომ გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია.